ფილიპინების დედაქალაქში აზიელ დიპლომატებთან დისკუსიების პარალელურად ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო წყების ხელმძღვანელები შეხვდნენ. მოგვიანებით ითქვა, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის საუბრები 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შინაარსის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია პირადად დიპლომატებს არ გაუსაჯაროებიათ. მათ შორის არც იმ პირებს, რომლებიც დელეგაციებში იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა, წინასწარ იყო ცნობილი, რომ გარდა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხისა, საკვანძო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა იქნებოდა. ვაშინგტონი გაჭიანურებულ და ბოლო პერიოდში შეჩერებულ პროცესში ახალი დინამიკის შეტანას ცდილობს. ცხადია, უკრაინაში მიმდინარე ომმა მრავალი თვალსაზრისით შეაფერხა რუსეთისა და შეერთებული შტატების შესაძლებლობა სხვა საკითხებზე თანამშრომლობისა თუ შეთანხმების სფეროები ეპოვათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეცდებით სხვა შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებების მოძებნას. ამავე დროს გსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ ამ ომის დასრულება რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. როგორც უკვე ვთქვი, შეერთებული შტატები კვლავ მზად არის და ღია კონსტრუქციული როლი შეასრულოს ამ ომის დასრულების პროცესში თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება და შესაძლოა ასეთი შესაძლებლობა მართლაც გაჩნდეს. ჩვენ მზად ვართ ასეთი როლი ვითამაშოთ, რადგან ვფიქრობთ და მგონია, რომ რუსების დაგვეთანხმებიან ამაში, რომ ამ ეტაპზე ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულების ხელშეწყობაში. შეხვედრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავდა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ბევრი კითხვა ჰქონდა, მათ შორის დონალდ ტრამპის ბოლო პროგნოზების თაობაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ომის დასრულება ახლოვდებოდა. უკვე შეხვედრის შემდეგ ლავროვს აღარ უსაუბრია, თუმცა განცხადება გავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ, სადაც ითქვა, რომ რუსმა დიპლომატმა ამერიკელ კოლეგამდე მიიტანა სრულყოფილი ინფორმაცია ფრონტის ხაზზე რეალური ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა იმის დაუშვებლობას, რომ გაგრძელდეს, როგორც თავად უწოდებენ, კიევის რეჟიმის შეერაღება. მადესტაბილიზებელი ევროპული ქვეყნების მხრიდან. კიევის მხარდამჭერი ევროპული სახელმწიფოები განცხადების თანახმად მოსკოვისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე არიან ორიენტირებულნი. განცხადებაში ხაზგასმულია ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ანკორიჯში გამართული შეხვედრის შედეგები. ამ შეთანხმებაზე კრემლი მუდმივად აპელირებს. ანკორიჯში გამართული სამიტის დასრულებისთანავე, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა, ისე პრეზიდენტმა ტრამპამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ იქ ძირითად საკითხებზე შეთანხმება იქნა მიღწეული. ჩვენ გამოვდივართ იმ დაშვებიდან, რომ ყოველ შეთანხმებაში ამ ეტაპზე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს არ უარყვიათ ის წინადადებები, რომლებიც თავად წამოაყენეს, რომლებიც იქ საჯაროდ გამოცხადა და რომელთა შესახებ ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია. ნებისმიერ შემთხვევაში პირისპირი შეხვედრა ყოველთვის სასარგებლოა. მხარეებს შორის რიგით მეოთხე შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პირველი დიპლომატები შეეხნენ სხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ საკითხებსაც, ასევე ნასასა და როსკოსმოს შორის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური მისიების ნორმალურ ფუნქციონირებასა და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესებს. ეს ყველაფერი კი რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქებზე მასიური ირიშების ფონზე ხდება. ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 211 სამხედრო შეტაკება მოხდა. ღამის იერიშები იყო საპორტო ქალაქ ოდესაზე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, იყო იერიში სუმის ოლქზეც, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. დარტყმის ქვეშ ინტენსიურად ხდება ხარკივი. უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის ჩანიშვნას ითხოვს. შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე რუსული იერიშების გამო ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტს კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკულ მხარესთან, რომელთა მხრიდანაც დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლების მცდელობები აშკარა. ახლახან მქონდა საუბარი პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. ეს იყო კარგი და მნიშვნელოვანი საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა გააქტიურდეს დიპლომატიური ძალისხმევა და როგორ უნდა დავაახლოვოთ მშვიდობა. მშვიდობა აუცილებელია, ღირსეული მშვიდობა და უკრაინა ამისთვის უკვე დიდი ხანია მზად არის. ჩვენი გუნდები მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ, მათ შორის იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც განვიხილეთ. მადლობას უხდით სტივსა და ჯარეთს მშვიდობის მისაღწევად გაწეული პირადი ძალისხმევისთვის. ასევე მადლობელი ვართ პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის უყრევი მხარდაჭერისთვის. საგულისხმოა, რომ რუსეთი უკრაინის ორი ახალი დასახლების დაკავების შესახებ იუწყება. ამის პარალელურად უკრაინული დრონების იერიშები გრძელდება რუსულ ქალაქებზე. დაზიანებულია ვორონეჟში მდებარე ერთ-ერთი საცავი. იყო დარტყმა რუსეთის მიერ მიტაცებულ ყირიმზეც.